ჩვენს რეგიონში ეს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ამ რეგიონიდან არის გიორგი მაზნიაშვილი გენერალი. ჩვენ ვესაუბრეთ ამ მუზეუმის ხელმძღვანელს ოლია მაისურაძეს, რომელმაც გითხრა, რომ დღეს არაფერი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი ამ მუზეუმში, რაც ცოტა მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მან გითხრა, რომ მუზეუმი თუ ვინმე მოვიდა და მუზეუმი ყველასთვის იქნებოდა ღია. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მივიწყებულია ეს მუზეუმი, არც ოკუპაციის დღეს, არც მის დაბადების დღეს, თუნდაც არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამ მუზეუმში ხალხის მოძრაობა არ შეინიშნება. ბოლოს ოფიციალური წარმომადგენელი ვინც იყო ამ მუზეუმში, ეს იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. წარმოიდგინეთ, კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანი გავიდა და ამ მუზეუმში მაღალი რანგის ოფიციალური პირები არ ყოფილან. არა მარტო დამოუკიდებლობის დროს, სხვა ნებისმიერ დღეს, თუნდაც დაბადების დღეს. ეს მუზეუმი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში. მუზეუმს ჩაუტარდა რეაბილიტაცია დაახლოებით 15 წლის წინ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ მუზეუმის შესახებ გავაკეთო რეპორტაჟი, მაგრამ ძალიან მივიწყებულია ერთი სიტყვით. მოკლედ დღეს 26 მაისს, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, გორშიც ჩატარდა ღონისძიებები. გორის ღონისძიებები დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამ სამინისტროში შემავალმა უწყებებმა, ეს არის ახსულების ეროვნული ბიურო, მომსახურების სააგენტო, აიღეს ვალდებულება, რომ გორში ჩატარებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები გვიან ღამეს დაიწყო და დღეს უკვე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე მოწვეული სტუმრები, მომღერლები თბილისიდან საესტრადო მომღერლები წარდგნენ გორელი მაყურებლების წინაშე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 100,000 ლარი დაიხარჯა, ძირითადი თანხა დაიხარჯა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხით დაახლოებით 410,000 ლარი. გორში ყოველ საღამოს დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე იკრიბებიან ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი უკვე ასზე მეტი დღეა აპროტესტებენ სინდისის პატიმრებს, უკანონოდ დაპატიმრებულებს, უსამართლო არჩევნებს და მათი დღეს ისინი გუშინ უბრალოდ იმყოფებოდნენ ტანას ხეობაში, ყველაზე მაღალ წერტილში ჩვენი ხეობის შიდა ქართლში, ეს არის დანახვისი, საიდანაც მთელი შიდა ქართლი ჩანს. იქ აღნიშნეს დღეს იყო დაგეგმილი აქ მათი შეხვედრა, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი თბილისში გაემგზავრნენ და იქ მიიღეს მონაწილეობა თბილისში დაგეგმილ აქციებზე.